არის თუ არა სწორი ის რაც თქვა კობახიძემ და მაყურებელს მოვასმენინეთ ახლა. მოგესალმებით, დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ვიხილეთ პრემიერის განცხადება ჩვენს ქართლთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან გვიხარია რომ დისკუსია გაიხსნა ჩვენს მიერ დადებული ქარდით სოციალურ ქსელში, რადგან ამ საკითხზე ჩვენ ბევრი უნდა ვისაუბროთ, ეს საკითხები ადარდებთ ჩვენს მოსახლეობას. და ასევე მინდა ვთქვა რომ ამ დისკუსიისას ჩვენ და ამ შეკითხვის დასმისას ჩვენ გვაინტერესებდა ოპოზიციური ფლანგის პარტიების პასუხები და რა თქმა უნდა ქართული ოცნების პასუხიც და ჩვენ ვნახეთ რომ პრემიერმა საზღვარგარეთიდანაც კი საჭიროდ ჩათვალა ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა და გასცა პასუხი ამ ჩვენს სოციალურ ქსელში განთავსებულ ქარდს. მნიშვნელოვანია რომ ბოიკოტის ალტერნატივად ოპოზიციურ პარტიებიდან ნაწილს მიაჩნია სატელეფონო არჩევნები, ნაწილს მიაჩნია რომ საერთოდ არ გააჟღერებს საჯაროდ თავის გადაწყვეტილებას, ნაწილი საუბრობს იმაზე რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი პარტიის ხაზი და ჩვენი პარტიის მკაფიო დღის წესრიგი არის ის რომ ჩვენზე არ მოქმედებს არც სხვა ოპოზიციური ფლანგის პარტიების მოწოდებები, არც ოცნების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რა თქმა უნდა არ ველოდებით ჩვენ მითითებებს საზღვარგარეთიდან, ისე როგორც ელოდებიან მაგალითად ქართულ ოცნებაში მუდმივად ელოდებიან მითითებებს საერთაშორისო მხრიდან, რადგან ჩვენ ვნახეთ, როგორ დაგვიანონსეს ნაციონალური მოძრაობის გაუქმების საკითხი და შემდეგ ალბათ მათ deep state-მა დაურეკა ეს გაუქმება გადაიდო მათი თქმით. თქვენი პარტია არის ჩამოყალიბებული თუ ეს მიმდინარე დისკუსია? ჩვენ მივყვებით ჩვენს მკაფიო დღის წესრიგს, გვაქვს გეგმა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიძახით იმას, რომ ჩვენთვის მიუღებელია ბოიკოტისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, ეს იქნება ხელახალი არჩევნები თუ თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და ასევე ჩვენს პარტიის ხელში არსებული ერთადერთი, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელია იმ მოცემულობის ცვლილება, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია დღესდღეობით და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვყავს 51 პოლიტპატიმარი ქვეყანაში და ასევე ჩვენი ქვეყნის ეს რა ტიპის ფაქტორია თქვენს გადაწყვეტილებაზე, როდესაც მსჯელობთ მიიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა? რაც თავადაც ახსენეთ პოლიტპატიმრების საკითხი, ანუ ოჯახები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ამ პროცესში, ხომ? პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფებიან სრულად უდანაშაულო ადამიანები. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ნომერ პირველი გამოწვევა და ნომერ პირველი საკითხი, რომლითაც ჩვენ ვიწყებთ ნებისმიერ ჩვენს შეხვედრას, საერთაშორისო მიმართულებითაც და ასევე შიდა შეხვედრებს, ეს არის დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არსებული 51 პოლიტპატიმარი, რომელთა მდგომარეობა არის გაუსაძლისი და ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად სასამართლო პროცესებს, რომლებზეც გამოჰყავთ ტყუილი მოწმეები და ფაქტიურად ვხედავთ ასევე სხვადასხვა ძალადობის ფაქტებს. გუშინ ვნახეთ ჩვენ ნიკა კაციას სასამართლოს პროცესზე განვითარებული მოვლენები. ვხედავთ რომ ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ჩვენს ხალხზე ძალადობა დაიწყო 2024 წლის არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ, როდესაც ჩვენს ხალხში გაჩნდა განსხვავებული აზრი და იმ მოცემულობის მიუღებლობა, რომელი მოცემულობაც შემოგთავაზა ჩვენ ქართულმა ოცნებამ და მე მინდა რომ შეგახსენოთ და გითხრათ რომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, ან სტატუსის საკითხზე და ამის მიუღებლობამ გამოიწვია შემდეგ უკვე ის ძალადობრივი აქტები, რომლებიც განხორციელდა ოცნების მხრიდან ჩვენს მოსახლეობაზე. მაშინ დაიწყო ეს ყველაფერი და ახლა გრძელდება, ანუ ქუჩის ძალადობები და შემდეგ უკვე ახლა შენობებში, რადგან ქართული ოცნებისთვის მთავარი საზრუნავი არის განსხვავებული აზრის გაუქმება ჩვენს ქვეყანაში და იმ ადამიანების მიმართ რეპრესიები, რომლებიც გამოხატავენ განსხვავებულ აზრს. შეგიძლიათ მკაფიოდ თქვათ, იღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში თუ არ იღებთ? ჩამოყალიბებული ხართ ამ საკითხში? ჩვენ
ვიძახით ამ ეტაპზე. იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულობა არის საკმაოდ მძიმე ჩვენს ქვეყანაში, ქვეყანა გასულია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, არის პოლიტიკურ ჩიხში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ ის, რომ არჩევნების, კონკრეტულად თვითმმართველობის არჩევნების რეგისტრაციის ვადამდე ძალიან ბევრი დროა დარჩენილი. ჩვენ არ ვიცით ნამდვილად რა მდგენელები შემოვა პოლიტიკურ ფლანგზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიძახით და ჩვენ არასოდეს არ ვატყუებთ ჩვენს ამორჩევნებს. ჩვენ ვაკეთებთ პრაგმატულ პოლიტიკას, მიუყვებით ჩვენს მკაფიო დღესწრეს და ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის. ჩვენ ყოველთვის კონსულტაციებს ვატარებთ ჩვენს ამორჩევლებთან, დავდივართ რეგიონებში, საუბრობთ ამ საკითხებზე. რას გეუბნებიან ეს ამორჩევლები არჩევნების საკითხზე? ჩვენ გვაქვს ამჟამად მიმდინარეობს ამაზე კონსულტაციები, თუმცა ჩვენთვის მისაღები არის ის და ჩვენი ამორჩევლისთვის მისაღები არის ის, რომ არჩევნები დღესდღეობით ეს გახლავთ ერთადერთი შვიდობიანი ფორმის გამოხატულება და ინსტრუმენტი, დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელია ქვეყანაში ზოგადად პოლიტიკური ცვლილება მოხდეს და მოხდეს იმ მოცემულობის ცვლილება, რომელიც დადგა ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში. თუ საბოლოო ჯამში მიიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას, პროცესში შედიხართ, როდესაც გვყავს იგივე სასამართლო, იგივე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია, ანუ გარემო არ არის შეცვლილი, ზუსტად იგივე იქნება, რაც იყო ოქტომბრის არჩევნების დროს, ხომ? აი რა გეიმედებათ ამ პროცესში, რაზე აკეთებთ გათვლას, როდესაც არაფერი არ იცვლება აი დემოკრატიული მმართველობის კუთხით. ინსტიტუციები ისევ არის მიტაცებული და რჩება ოლიგარქის ხელში, ხომ? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ 2024 წლის არჩევნების შემდეგაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს არჩევნები ჩატარდა უმძიმესი სისტემური დარღვევების პირობებში. ანუ საბოლოოდ ქართველი ხალხის ნებას არ ასახავდა ეს არჩევნები და ის შედეგები, რომელიც დადგა და ეს ამ ყველაფრის მთავარი ამბავი იყო ის, რომ უმძიმესი სისტემური დარღვევებით წარიმართა მთელი პროცესი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო უწყებები, ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართული უწყებები და საარჩევნო კოდექსიც. ასევე ის კანონები, რომლებიც დღესდღეობით არის მიღებული ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე ვამბობთ იმას და არასდროს არ ვატყუებთ ჩვენს ამორჩევლებს, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, ეს იქნება ხელახალი არჩევნები თუ თვითმმართველობის არჩევნები, რადგან არჩევნები ეს გახლავთ ერთადერთი ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელია მშვიდობიანი ფორმით შევცვალოთ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. ჩვენი პოლიტიკური პარტია არ ვართ რევოლუციონერები, აქედან გამომდინარე, ჩვენ მიუყვებით მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა ქმედებას. კონსტიტუცია არის უმაღლესი დოკუმენტი ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე ვექმედებარებით მას. მოკლედ, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რეგისტრაციის, ასე ვთქვათ, დედლაინამდე გამოიყენებთ დროს და იტყვით ამის შემდეგ იღებთ თუ არა მონაწილეობას? ეს რა თქმა უნდა ჩვენი გადასაწყვეტია და ჩვენი ამომრჩევლის, თუმცა ამ ეტაპზე და ჩვენ არასოდეს ჩვენ ძალიან ბევრჯერ გავხდით სხვადასხვა თავდასხმების მსხვერპლები, თქვენ იცით, ოპოზიციური ფლანგის სხვა პარტიებისგან, რა თქმა უნდა ქართული ოცნების მხრიდანაც, ანუ მუდმივად არის ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ ძალიან პრაგმატულად მივყვებით და ძალიან კაფიოთ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს, მოცემულობიდან გამომდინარე და ამ ეტაპზე ჩვენ ვიძახით იმას, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ვემზადებით და მოვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომლებიც დაინიშნება ჩვენს ქვეყანაში, რადგან არ არის ეს კონკრეტულად ყობახიძის ან საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის დასანიშნი, რადგან ეს არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციაში ვალდებულება, რომ ქვეყანაში ჩატარდეს არჩევნები, რადგან არჩევნები გახლავთ დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მშვიდობიანი ფორმით განახორციელოთ ცვლილება. ძალიან დიდი მადლობა. ტატა ხვედელიანი გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი პასუხობდა კომენტარის კითხვებს.